ლექცია და ჩვენი დღევანდელი ლექციის თემა არის თავისუფალი ნება, ნებისყოფა, ღვთისნების გაგება. ნებისყოფა მხოლოდ ადამიანს აქვს, სხვა ცოცხალ არსებებს ის არ გააჩნია. თუ შეიძლება ასე ითქვას, მარტო ადამიანს შეუძლია დაძაბოს თავის ნებისყოფა და გააკეთოს არა ის, რაც სასიამოვნოა, ისი მოთხოვნილებაც აქვს, არამედ რაც მიზანშეწონილია, თუ შეიძლება ასე ითქვას. აი ნებისყოფის გამოვლენის ისეთი კლასიკური მაგალითია ალექსანდრე მაკედონელის შემთხვევა. ეს დიდი მხედართმთავარი გადაადგილდებოდა უდაბნოში და მისი ჯარი განიცდიდა წყლის დიდ ნაკლებობას და ამ იმპერატორს მიართვეს მუზარადით წყალი. წყალი მიართვეს და ჯარი შეხურებს. ყველას წყურვილი ახრჩობს, თუ შეიძლება ასე ითქვას და მან გადაღვარა ეს წყლის სავსე თასი. ამით აჩვენა ჯარს, რომ მასთან ერთად სირთულეებს იტანს. არ უნდა პრივილეგია. ახლა წარმოედგინეთ, რომ დაელია საუკუნეების შემდეგ ვინ გაიხსენებდა მის აქციელს, დღეს მე ვიხსენებ და სხვათა შორის ერთი არის, როდესაც იცი რაიმე და მეორეა ის შემთვითო, რომ გამოცდი წყურვილს, მასოს დაუკლარჯეში მოვილოცეთ და იქ ბანას ტაძარი არის და ძალიან აჭერდა სიცხე, წყალი არ ქონდა მაშინ და აი მაშინ გამახსენდა ეს მაგალითი და მივხვდი აი რას გაუძლო ამ იმპერატორმა, რომ თავის პრივილეგიაზე უარი თქვა. აი ესე დაძაბა ნებისყოფა, თუ შეიძლება ასე ითქვას. ადამიანს შეუძლია ნებისყოფის დაძაბვა. თქვენ იცით, ცნობილი გამონათქვამია სასუფეველიც ისა იძულების. სულ იძულება გვჭირდება რა ჩვენ. რამდენჯერ ლოცვის შემთხვევაში ვაიძულებთ ჩვენ თავს არა. აქ ლოცვასთან დაკავშირებითაც არის საკმარისად ისეთი ნიუანსები, სულიერად გადასალახავი. კერძოდ, მაგალითად, რომ მოდიან ხოლმე ჩემთან, მეუბნები, რომ თქვათ ერთი იგივე ტექსტს კითხულობ, დილის აღამოს ლოცვები არა, შეიძლება მოგწყინდეს, შეაჩვიო თვალი და ასე შემდეგ და მაინც მთელი ცხოვრება კითხულობ, არა? ბოროტი დაგაზარებს, გადაგადებინებს და ასე შემდეგ. ეხლა მარხვა რა არის? მარხვაც არის გარკვეული კუთხით ნებისყოფის გამოვლენაც. ეხლა ახალი წელი რომ არის და თქვათ იქ სუფრაზე საცივია გემრიელი საჭმელები და თავს იკავებ, არა, შენი ნებისყოფის დემონსტრირებაა ეს და ეკლესიური მიდგომა როგორია იცი, რომ თუ ამ კუთხით თავს ვერ შეიკავებ, არა, ეს ელემენტარულია, იქ უკვე რა ღვაწლზე არის ლაპარაკი. ასე რომ სულ ფიგურირებს ჩვენთან ნებისყოფის თემა, მე ესე ვიტყოდი. სულ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს. თვითონ აი ზოგად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, იცით, რამდენიმე მხარე გამოიყოფა ნებისყოფასთან დაკავშირებით. პირველი მხარე რა არის, იცით, ეს არის, როდესაც ადამიანი რაიმე მოქმედების შესრულებას გადაწყვეტს, ის ფიქრობს, ამა თუ იმ მოტივს იძიებს. მაგალითად, საღამოა და ფიქრობს, დარჩეს სახლში თუ მეგობართან წავიდეს, რა გააკეთოს და ესე იწყებს, ასე თქვათ, მსჯელობას. ნებისყოფის სისუსტე ერთ-ერთი რაში მჟღავნდება, იცით, მჟღავნდება იმაში, რომ ძნელად იღებს გადაწყვეტილებას.
ხა გადაწყვეტილების მიღების კუთხით თითოეული ჩვენთაგანი ალბათ ცხოვრებაში რამდენჯერ შეუგზნია თავისი სისუსტე, რომ არ იცი რა გააკეთოს. მე ესე ვიტყოდი, მაგრამ ზოგთან მაინც განსაკუთრებით დიდი სისუსტე მოდის ამ კუთხით და არის მაგალითად ესეთი ფსიქიკური აშლილობა აბულიას უწოდებენ, როდესაც გადაწყვეტილებას ვერაფრით ვერ იღებს ადამიანი, წარმოიდგინეთ თქვენ. ძალიან უჭირს და ეს აი ნებისყოფის სისუსტესაც მიუთითებს. აი მეორე მხარე არის რა იცით რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს ადამიანი მე ესე ვიტყოდი, მაგრამ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ერთია გადაწყვეტილება მიიღო და მეორეა მისი შესრულებაა რა. აი რამდენისგან გაგიგონიათ, მინდა სიგარეტს თავი დაავანებო და ვერ ვანებებ. არის ალკოჰოლიზმის პრობლემა არა, ვერ ანებებენ თავს. ჩვენც მოდი უცხო ენას ვისწავლი, დასაწყისში თითქოს ინდომებ, მერე უკვე ასე ვთქვათ, ნელდები ამ კუთხით. დილით ადრე ავდგები, ვივარჯიშებ და პირველი ენთუზიაზმი ქრება, მერე უფრო და უფრო გიჭირს. ასე რომ აი ეს ნებისყოფის სისუსტე თითოეულ ჩვენთანგანთან ვლინდება, მე ესე ვიტყოდი. და არიან დაბადებიდანვე უკვე ძლიერი ნებისყოფის ადამიანები, მაგრამ მაგალითად ჩემი ახლობელი იყო მახსოვს ვთქვათ საქართველოა და აი ნარჩს რო თამაშობდნენ ხოლმე ბოლომდე იბრძოდა რა, ვერ ეგუებოდა მარცხს და მე ცხოვრებაშიაც ბევრ რაღაცას მიაღწია. ძალიან მებრძოლი იყო მე ესე ვიტყოდი, მაგრამ ბევრი არის რომ მალე ნელდება, მალე ასე ვთქვათ ჩამოდის დისტანციიდან და ასე შემდეგ, ასე რომ ზოგს აქვს თანდაყოლილი კიდევ მეორე ნებისყოფის სიძლიერე, აი ვთქვათ სტალინი რო ავიღოთ, რამდენ გადასახლებაში იყო, რამდენ გაჭირებას გაუძლო და ბოლოს დიდი სახელმწიფოს მეთაური გახდა. ასე რომ კიდევ მეორე უკვე იბადება ადამიანი ძლიერი ნებისყოფით, მაგრამ ამავე დროს მე ესე ვიტყოდი რომ თვითონ აი ნებისყოფა გარკვეული კუთხით ვარჯიშებადი ფენომენია. ვარჯიშებადი რას გულისხმობს? გულისხმობს იმას, რომ აი ეკლესიურ ცხოვრებას რაღაცნაირად დაუკავშიროთ. თითოეულ ჩვენთაგანს განუცდია რა, თუ გამოვიდა წყობიდან, მეორე შეიძლება უფრო ადვილად გამოვიდეს, მესამედ უფრო ადვილად და ასე შემდეგ. თუ ერთი პრეცედენტი დაიშვა, მე ესე ვიტყოდი არა, მერე უფრო და უფრო ადვილად ხდება ვნებისთვის გაქანების მიცემა. და საინტერესო ფაქტი რა არის და ფენომენი ის, რომ აი ხშირად სანამ აღსარებაში არ იტყვის ადამიანი, აი ვნებით გახელებას ამით თუ იმ თვალსაზრისით არა, მანამდე აი წინააღმდეგობის გაწევის ის უნარი, რომელიც ჰქონდა ცოდვით დაცემამდე, მას არ უბრუნდება და არ ეძლევა. აი ეს ძალიან საინტერესო ნიუანსია ეკლესიურ ცხოვრებასთან დაკავშირებით. აი აღსარების შემდეგ მაგალითად თითქოს აი რომ წავიდა შენთან გაღიზიანების მომენტი, თითქოს გიბრუნდება წინააღმდეგობის გაწევის ის უნარი, რომელიც ჰქონდა აი პირველ გაღიზიანებამდე. მთელი ცხოვრება ჩვენ რისხანებაში ვარ და ძნელად თოკავ საკუთარ თავს და აქ იმდენი ნიუანსია, ხანდახან აი გონია რომ 7 გახდი შედარებით უფრო აკონტროლებ შენ თავს. რაღაცა კუთხით აფასებ, გადააფასებ შენ შესაძლებლობს, მოდის განსასწრელი და ის ეფექტები რო ხდები, რომ თურმე შენია ეს წარმოდგენა საკუთარი სიმშვიდის შესახებ ყოფილა გაზვიადებული. აი ეს მომენტიც არის, მაგრამ ნუ რაც შეიძლება ითქვას, მაინც ის რომ ჩვენზე არის დამოკიდებული, აი რამდენად ასე ვიტყვი, გავაძლიერებ ჩვენ თავისუფალ ნებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. თუ დაიშვა პრეცედენტი, თუ მოეშვი, არა, მეორედ კიდევ მეორედ, მესამედ უფრო ადვილად ეშვები და ასე შემდეგ. აქ არის კიდე ესეთი აი საინტერესო დეტალი რა, მე ესე ვიტყოდი, კერძოდ რა, რომ აი ფსალმონში ჩვენ ვკითხულობთ ესეთ სიტყვებს. აი ბაბილონის ასლო ნეტარას რომელმან შეიპყრეს ჩვილი და შეახერხეს კლდესა. წარმოიდგინეთ თქვენ. ეხლა თვითონ პირდაპირ გაგებით ეს სიტყვები, მაგრამ რაღაცა კუთხით ამაზარზენია, როგორია ეხლა ჩვილი აიღო და კედელს შეახეთქა. მაგრამ აქ რა თქმა უნდა პირდაპირ მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ ეს სიტყვები.
ეს ჩვილი რას წარმოადგენს იცი? აი წარმოადგენს ჩვილნი, წარმოადგენს ცოდვილ ჩანაფიქრს. ცოდვილ იდეას, მე ესე ვიტყოდი. სანამ ცოდვილი ჩანაფიქრი იდეა არის საწყის ეტაპზე, არა, მისი მოთოკვა ადვილად შეიძლება. აი მერე უკვე თუ ფესვი გაიდგა, არა, უფრო და უფრო ძნელი ხდება. კერძოდ, აი მაგალითად რომელიღაც მნების მაგალითი რო ავიღოთ. აი პირველ ლექციაზე მე წავიკითხე ადამიანის შურისძიების მნებით გახელების შემთხვევა, როდესაც აი მაგალითად თითოეულს განუცდია რა ეს რომ ცხოვრება ვიღაცამ შეურაცხყოფა მოგაყენა რაღაც არასწორად მოიქცა მოვიდა განსასწრელი და მე იმ მომენტში შეიძლება პასუხი ვერ გაეცი და შენი თავით უკმაყოფილო ხარ და მე გახსენდება ესა და ბობოქრდები და შენი თავის უკმაყოფილო ხარ რომ სათანადო პასუხი ვერ გაეცი და შეიძლება ამზადებ პასუხს რო შეგხვდება მე რას ეთქვი და ასე შემდეგ. ანუ აი ხელდება ეს შენი წარმოსახვა აი ამ მიმართულებით. და საერთოდ ეშმაკი მოდის ძალიან ცხოვრებისეულად, არ მოდის კუდით და რქებით. აი ნამდვილი სახით მოდის ხოლმე დიდ მოღვაწეებთან იქ ათონზე ვინც არის სადღაც სენაკში გამარტოებით არა და ჩვენთან ძირითადად აზრობრივად მოდის და მოდის ძალიან ცხოვრებისეულად. აი მოვიდა განსასწრელი ვიღაცამ შეურაცხყოფა მოგაყენა არა დამწუხრდი ისე ვერ უპასუხო როგორც საჭირო იყო და მე ამას თელი ცხოვრება გამახსოვრებინებს და პერიოდულად გახსენებს და შენც ხელდები ასე ვთქვათ მრისხანების ვნებით. თუ დასაწყისიდანვე არ გადართე გონება სხვა მიმართულებით არა უფრო და უფრო გაგიჭირდება. მე შეიძლება წინ და უკან დაიწყო, შეიძლება ოთახში სიარული მუშტებს იქნება და ასე შემდეგ. ასე რომ ვნება რაც უფრო ხელდება და რაც უფრო ცოდვას აძლევ გაქონების საშუალებს, სულ უფრო და უფრო სუსტდება შენი თავისუფალი ნება, მე ესე ვიტყოდი და ბოროტი საბურთალო ხდები. ეს აი კიდევ ვთქვათ, აი ერთ-ერთი მე ესე ვიტყოდი ყველაზე მეტად რაც ებრძვის ახალგაზრდებს კაცობრიობას არის სიძვისვნება. აი სიძვისვებასთან დაკავშირებითაც აი ძალიან კარგად კვეთება ეს ყველაფერი. თუ დასაწყისიდანვე არ აღკვეთე, არა, მე უკვე ეშმაკის საბურთალო ხდება ხოლმე ადამიანი, წარმოიდგინეთ თქვენ. ასე რომ, აი თავისუფალ ნებას მე ესე ვიტყოდი, მოვლა უნდა, ის შვილი ბავშვით არის და შენ თუ მიუშვი შენი ცოდვითი მომენტი, შენი ვნებითი გახელება, უფრო და უფრო კიდევ მეორებ შენი თავისუფალი ნებისგან არაფერი არ რჩება. ეს არის რაღაცნაირად ძალიან გამოსაყოფი და ხას გასასმელი თუ შეიძლება ასე ითქვას. თვითონ აი ნებისყოფას იცით აი ზოგად ფსიქოლოგიური კუთხით თავისი სპეციფიკური შეგრძნებები აქვს. აი თქვენც რომ დაუკვირდეთ საკუთარ თავს, აი ნებისყოფა დაძაბე, ხო? აი რა შეგრძნებების გამოყოფთით, მაგალითად. რაღაც მემინდას აქტიობის განცდა, ხო? დაძაბულობის შეგრძნება, აი ეს ფიგურირებს ხოლმე, იცით რომ ადამიანი არის მომართული რაღაცის კეთებისკენ. შენი მე კარგი გაგებით ძალმომრეობს რაღაცაზე. შეიძლება სულაქციანობის იქნების ნებსის გაკეთება როცა ავად ხარ, მაგრამ უნდა იძალადო შენ თავზე არა. ეკლესიური კუთხით რაც გითხარით, ლოცვა გეზარება უნდა იძალადო, უნდა მოინდომო და ასე შემდეგ. ახი იყო ესეთი ფსიქოლოგი, რომელმაც ესეთი ექსპერიმენტი ჩაატარა, რომ რაღაც აკეთებდა, იცით, ეს მეცნიერი, რომ უაზრო მარცვლებს შორის ასოციაციურ კავშირს უმტკიცებდა სტაჟში მონაწილეებს. კერძოდ, აი მაგალითად, რო იტყოდა, რომ მოისმოდა ადამიანს ან თქვათ მარცვალი, უნდა ეთქვა თქვათ დონ. და ბევრჯერ ამეორებინებდა ასე. მე რაღაც ეტაპზე ეუბნებოდა, რომ ანს რომ მოისმენ, არა, დონ კი არ თქვა, არამედ თქვათ შებრუნებულად თქვი ან, ნა. ანუ აი ამ გამტკიცებული ასოციაციური კავშირის საწინააღმდეგოდ უნდა წასულიყო ადამიანი და მე ეკითხებოდა აი ნებისყოფის დაძაბვის შემდეგ, არა, რა შეგრძნებები გაჩნდა მასთან. და მართლაც აი ამ ცდის შემდეგ რაღაცნაირად გამოიყო ეს შეგრძნებები, მაგრამ
აი ზოგადად ფსიქოლოგიური რაღაც წიაღსულებიც რო არ გავაკეთოთ, კიდევ მეორე თუ თითოეული თქვენთაგანი დაუკვირდება ნებისყოფას რო ძაბავს, არა, რაღაც სპეციფიური მე ესე ვიტყოდი შეგრძნებებია და საკმარისად საინტერესო და განსხვავებული სხვა ასე ვთქვათ ფსიქიკური პროცესებთან მიმართებით. როდესაც ლაპარაკობთ აი თავისუფალი ნების შესახებ, აქ შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე სახის ნება გამოიყოფა. ეკლესიური კუთხით, ეს არის ადამიანური ნება, ეს არის ბოროტისეული ნება და ეს არის ღვთაებრივი ნება. აი რას ნიშნავს თქვათ ბოროტისეული ნება, წარმოვიდგინეთ თქვენ. ნიშნავს რას, რომ ბოროტი შთააგონებს ადამიანს, რომ არ გააკეთოს კეთილის საქმე. ან თუ გააკეთოს ეს აი პატიმოყრული მიზნებიდან გამომდინარე. აი მაგალითად ცხოვრებისეული შემთხვევა რო ავიღო ახლა. უდლებს უმამრავი ნიუანსის მოსმენა გვიწევს ჩვენი სულიერი ფსიქოლოგიური ცხოვრების. კერძოდ, მოდის მეუბნება, რომ აი თითქოს ჯიბეში ზღარბი მაქვს რა. შევხვდა გაჭირვებული და ფული ვერ ამოვიღე და ვერ მივეცი. მეტნაკლებად, ზოგი უფრო მეტად ძუნწია, ნაკლებად ძუნწია სხვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი სიძუნწის გამოვლენებას ყველა დაიჭერს არა საკუთარ თავთან მიმართებით. ან უნდა წახვიდე მოინახულო გაჭირვებული ავადმყოფი გეზარება. რამდენია ახლა ისეთი ცხოვრების ტემპია, რომ სამწუხაროდ ადამიანი უფრო გაგულგრილდა და უფრო ნაკლებად მომართული გახდა მიმართულებით. ეხლა ერთია მობილურით რო დაურეკავა რა გაჭირვებას და მეორეა რომ მიხვალ და მოინახულებდა აი რამდენი ჯერ ყოფილა თითოეული ჩვენთაგანი თქვათ გეზარება, წახვედი, მოინახული და მე უკვე კმაყოფილი ხარ შემი თავის. რომ აიძულე საკუთარი მე და მოინახულე და უკვე რაღაცნაირად სხვანაირად წარმოისახა შენი მე. სხვანაირი გამარჯვება მოიპოვე, მაგრამ რამდენჯერ დაგზარებია, გადაგვიდია და ასე შემდეგ. არის ესეთი გამონათქვამი ერული, მაგრამ ძალიან ცხოვრებისეული და სულიერი დიდი მნიშვნელობის მქონე, რომ გადადებული საქმე ეშმაკის არის. წარმოვიდგინეთ თქვენ. და აი ეს ძალიან საინტერესო ნიუანსებია, იცით, კერძოდ რა, რომ აი ბოროტი ძალა ჩვენს ნებელობით განცდებებზე ზემოქმედებს. კერძოდ, აი რაც გითხარით. კერძოდ რაც გითხარით ის არის, რომ გადაგადებინებს, დაგაზარებს. აი რამდენჯერ ყოფილა იცი მოსულან ჩემთან და მეუბნებიან, რომ ვიცი რომ უნდა მოვიდე ეკლესიაში, აღსარება უნდა თქვა ვეზიარო, მაგრამ მეზარება სახვალიო დებ, თითქოს არაფერი ისეთი ხელს არ მეშლის, მაგრამ ვერ ვახერხებ ტაძარში მოსვლას. აი ესეთი ჩივილებია. ჩემთვის ეს ნაცნობი სურათია. ეს ბოროტი კიდევ მეორე ჩვენთან კუდი და რქებით კი არ გამოჩნდება, ჩვენ ფსიქიკაზე იმოქმედებს, ჩვენ განცდებზე იმოქმედებს, მათ შორის ნებელობით განცდებზე, გადაგადებინებს, დაგაზარებს და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ თქვენ. ასე რომ აი ეს ძალა ჩვენ ნებელობით განცდებზეც მოქმედებს. და ამავე დროს მოქმედებს იმ კუთხითაც, რომ შეიძლება ჩვენ კეთილი საქმეები გავაკეთოთ, მაგრამ ეს იყოს ამპარტანული მიზნიდან გამომდინარე. კერძოდ, მაგალითად, აი ძალიან ისეთი ცხოვრებისეული შემთხვევა, აი არჩევნების წინ პოლიტიკოსები რომ მიდიან ხოლმე იქ სტუმრობენ ბავშვთა სახლს, მოხუცებულთა სახლს და მიაქვს საჩუქრები, მე არჩევნები ჩაავლის და მალევე ავიწყდებათ, ხო, ეს ყველაფერი. ეს გამიზნული იყო არჩევნებისთვის, თუ შეიძლება ასე ითქვას. ასე რომ, აი ამ შემთხვევაში თითქოს კეთილი საქმეა, მაგრამ ამან მადლი არ მოიტანა. ეს პირიქით, ეს იყო ბოროტისეული ზეგავლენით. ესეც ცნობილი გამონათქვამია, თქვენ იცით, რომ ხშირად ბოროტი სინათლის ანგელოზის სახით ღებულობს. ანგელოზის სახეს ღებულობს და ისე მოდის ჩვენთან. ეხლა ამავე დროს მე აუცილებლად უნდა აღვნიშნო ერთი რამ, რომ აი როგორ არის, იცით საქმე, რომ ზოგჯერ ადამიანმა რაღაც უნდა გააკეთო, მაგრამ იქ ამპარტანული მომენტი ხშირად ერევა, მაგრამ ეს საქმე არის მაინც გასაკეთებელი. მაგალითად, წიგნი უნდა გამოსცე.
და ფიქრობ, რომ იცი რა, ეს რაღაცა კუთხით სახას მოგიტანს, მაგრამ ეს შენი გასაკეთებელი უნდა გამოსცე. ეხლა იმას რომ მიაქციო ყურადღება, რომ პატივმოყრული მომენტები შემოვიდა შენთან, არა და წიგნი არ გამოსცეს, ორი არ იქნება. გასაგებია ხო? ასე რომ იქ ხორბალ სარეველაც ერევა, მაგრამ ზოგჯერ სარეველას მარტო თუ მიაქცია ყურადღება და შენი საქმე არ გააკეთე, ეს სწორი არ იქნება. მაგრამ ზოგჯერ ამ პარტნიორობის ზეიმია, ბუმია, მე ესე ვიტყოდი. და ამ შემთხვევაში უკვე მთელი შემთხვევაში ეს კეთილი საქმე არ არის გასაკეთებელი, იმიტომ რომ აქ უკვე ძალიან სხვა შედეგი დგება. ეს ბოროტისეული ნება, რაც გითხარით, მოქმედებს ადამიანთან საკმარისად ხშირად და მე ესე ვიტყოდი, რომ ძალიან დიდ გამოვლენებებს აღწევს, როდესაც საქმე გვაქვს ჩვენ, თქვათ, შეპყრობილებთან, გაგიგიათ არა, შეპყრობილები. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ბოროტი სული შედის ადამიანის სხეულში, დაივანებს და რასაც უნდა იმას აკეთებინებს, წარმოედგინეთ თქვენ რა. ეს კიდე ცალკე თემა არის, სასაუბრო ალბათ ამას ცალკე ლექციას შემდგომში პირადად მე მიუძღვნი. მაგრამ აქ უბრალოდ რას ვიტყვი იმას, რომ ადამიანის თავისუფალი ნებისგან არაფერი არ რჩება. ერთ-ერთი შემთხვევა მახსოვს ესეთი, დიმიტრი ავდეევი არის ცნობილი ფსიქიატრი, რუსეთში ისყვება, ერთ-ერთი ქალბატონის შესახებ მოვიდა ჩემთანო და მე საუბრებაო თავის პრობლემებზეო და რომ ესაუბრებაო, მივხვდიო, რომ რაღაცა ფსიქიურ აშლილობასთან ქონდაო საქმეო და უცებო ისეთი ინტელიგენტი, მანდილოსანი, წარმოიდგინეთ თქვენ, სათვალეებიანი, წყნარად მოსაუბრე, უცებო გარდაიქმნაო ეს ქალიო და ბოხი ხმითო დაიწყო ლანძღვა გინება, წარმოიდგინეთ თქვენ. მე უცებო დაუბრუნდაო თავის ტონალობასო და ბოდიში მომიხადაო, რომ ბოდიშიო ნახეთო ბოროტი რას მაკეთებინებსო, სულ არ მინდაო, მაგრამ ძალადობსო ესე ჩემზე. ესეთი შემთხვევები საერთოდ კიდე სხვა მიმართულებითაც რო წავიდეთ, იცით, ხა ათეისტური გარკვეული კუთხით ხანა მოვიდა. სამწუხაროდ ახალგაზრდები უფრო და უფრო ამ მიმართულებით იხრებიან და მე რომ მკითხო იმისთვის, რომ ლახვარი ჩასე ათეისტს არა, ერთ-ერთი ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი რა არის, რომ ფაქტები უნდა გადმოულაგო. მაგალითად არის ფილმი შეპყრობილებთან მიმართებით. ძალიან მძიმე სანახავია, მაგრამ თქვათ მიდის სახურება და იქ ქალი როგორ ღრიალებს, სუსტი ქალი, იმხელა ძალა ეძლევა, რომ სამი კაცი ვერ აკავებს, იქ როგორ კნავის ვიღაცა, როგორ ყეებს და ასე შემდეგ. ეს არის ცხოვრებისეული ფაქტები. მიდი და ახსენ. ვერანაირად ვერ ახსნ. თუ არა იმ თვალსაზრისით, რომ ბოროტი ძალა არსებობს. წარმოიდგინეთ თქვენ. ხო და ამ დროს კიდევ მეორე ადამიანის თავისუფალი ნებისგან არაფერი არ რჩება. ეხლა სხვა მომენტია, რომ ეს მას სოდვად არ ეთვლება, იმიტომ რომ ძალმომრევოს ბოროტი და მასთან არჩევანი არ არის უკვე. და სებასტიან ყარაგანდელი იყო ამბობს, რომ ასეთ რაღაცას, რომ თუ ადამიანიო დაითმენსო ამ განსასწრელსო, ის საზვერეების გარეშე ადისო სასუფეველში. იმდენად მძიმე სატარებელი ჯვარია, მაგრამ ეს შემთხვევები მიუთითებს იმაზე, კიდევ მეორებ, რომ თავისუფალ ნებაზე ხშირად ძალუმად მოქმედებს ბოროტისეული, ასე ვთქვათ, ძალა. და ეს არის ხაზგასასმელი. კიდე ერთი საინტერესო ის გამახსენდა მე, ნებელობითი აშლილობა. აქ ხა შეიძლება პირდაპირ ბოროტ ძალაზე არ გახვიდე, მაგრამ არის ეგეთი კიდე აშლილობა, ნებელობითი აპრაქსია. საინტერესო რა თვალსაზრისით, იცით, რომ ადამიანი მაგალითად როცა შეცივდება, შეიკრავს ღილებს პალტოზე, მაგრამ რო უთხრა იცი თქვათ სიცხეა, მოდი პალტო ჩაიცდე, ღილები შეიკრა, ამას ვერ გააკეთებს. რომ მოშივდება, მაგალითად დანაჩანგას გამოიყენებს, მაგრამ რო უთხრა წარმოიდგინე, რომ სუფრა
თაფშები აწყვია და დანარჩა ანგლის ხმარება დაიწყო, ამას ვერ გააკეთებს. აი ესეც საინტერესო რამ არის. კიდე საინტერესოა, რა იცი, როცა ღრმა დეპრესიასთან გაქვს საქმე, იქაც აი ნებელობითი სისუსტე ფიქსირდება, იცით, აი ღრმა დეპრესიის შემთხვევაში ელემენტარული რაღაცის გაკეთება უჭირს და ძალდატანება საკუთარ თავზე. იქ რომ მაგალითად მოიწესრიგო საკუთარი თავი, იქ დაიბანო, იქ დასაწყელი გაიწმინდო და ასე შემდეგ. ჩვენთვის ეს არის ჩვეულებრივი, მაგრამ აი ღრმა დეპრესიის შემთხვევაში ადამიანს რო კითხო, არა ძალიან უჭირთ ამ ელემენტარულ რაღაცის გაკეთება. ანუ ნებელობითი სფერო აქ ძალიან არის საკმარისად ჩათრეული, მე ესე ვიტყოდი. ნუ აი ასეა თუ ისე ჩვენ ცხოვრებაში ხშირად ბოროტი მოქმედებს ჩვენ ნებისყოფაზე, თავისუფალნებაზე და ეს არის, მე ესე ვიტყოდი, ძალიან ხაზგასასმელი და რაღაცნაირად გამოსაყოფი. ეხლა ადამიანური ნება, აი რო ავიღოთ. რას გულისხმობს ეს? ადამიანური ნება აქაც ისეთი ნიუანსებია, იცით, საკმარისად ვერაგი, რომ შენ შეიძლება მაგალითად მოინდომოს სიკეთის გაკეთება, მაგრამ ეს არ იყოს მადლის მომტანი, ეს არ იყოს ქულების ჩამწერი, ვთქვათ, უფლის თვალში. კერძოდ რა იგულისხმება, რომ აი ვთქვათ, წარმოვიდგინეთ თქვენ თბილისია რა, გავიარეთ ცხოვრებისეული ეტაპები. შეიძლება ვთქვათ, დაგერეკოს ახლობელმა და გითხრას, რომ იცი რა, შენ ვიღაც ლექტორს იცნობ და მოდი რა, ჩაუწყე ჩემ შვილს საქმე. და შენ ურეკავ ლექტორს და უწყობ. ეხლა ადამიანური კუთხით შენ თითქოს კარგს აკეთებ, გაიგეთ რა შეასაქმე, მაგრამ სინამდვილეში დათულ სამსახურს უწევ. გაიგე, იმიტომ რომ იმან უნდა ისწავლოს. და შენ კიდე ესე იულად აძლევ საშუალებას რომ გაძვრეს. ერთ-ერთი რა არის ჩვენი სახელმწიფოს პრობლემა, ნეპოტიზმი, ხო? ანუ ჩაწყობა. ახლობლები მიყავთ ხოლმე სამსახურში, ხო? და მე რომ მკითხო, ეს კიდე ეს ცალკე სალაპარაკო თემა, ეს ანგრევს, ხო, ქვეყანას. მაშინ როდესაც პროფესიონალი უნდა მიიწვიო, შენ მიყავს ახლობელი. იმიტომ რომ ახლობელია და არა სპეციალისტი. აი რამდენი შემთხვევაა, ხო ეს? ადამიანური ნება, თითქოს სიკეთეს აკეთებ, მაგრამ ეს არ არის სიკეთე. ეს არის პირიქით. კიდევ მეორებ, დათულ სამსახურს უწევ ახლობელს, ადამიანს დათულ სამსახურს უწევ სახელმწიფოს. აი ეს არის ადამიანური ნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, რომელიც რაღაცნაირად გამოსაყოფია. და მესამე ეს არის ღვთაებრივი ნება, მე ესე ვიტყოდი. ღვთაებრივი ნება უკვე ეს არის მაცხოვნებელი და ღვთისნების გაგება ესე ადვილი არ არის, მე ესე ვიტყოდი. ესე ადვილი არ არის. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა ჩვენი ცხოვრების და სანამ აი გადავიდოდე მაინც აი ამ ღვთაებრივ ნებაზე არა, მანამდე კიდე სხვა მხარეებსაც მინდა შევეხო. კერძოდ რას, რომ აი ეს ჩვენი ცხოვრება არის ძალიან დაკავშირებული თავისუფალ ნებასთან. მაგრამ ხშირად ადამიანური ნება და ღვთაებრივი ნება აი ეჯახება ერთმანეთს, გაიგეთ რა შეასაქმე. ეს ძალიან რთული პრობლემაა და მე ვფიქრობ, რომ დადგა დრო, როდესაც უფრო რეალისტურად უნდა მივუდგეთ, იმიტომ რომ ეს დიდი პრობლემებთან არის სულიერ დაკავშირებული. კერძოდ, აი ცხოვრების ყოველ შემთხვევაში მოვიყვანა. ნუ იღუპება დედა, რჩება 4 ბავშვი, თქვათ. შენ ღმერთის ადგილას იყო, არა, ამას ხوار დაუშვებდი, არა, ფიქრობს ადამიანი. იქ კიდე სხვა შემთხვევებია, მახსოვს მე ერთ-ერთი, აი ქალი იყო, უვლიდა მოხუცებულ
დედას და შვილს, შვილი განუვითარებელი იყო, ჩამორჩენილი გონებრივად და ბოლოს ეს კალი დაინვალიდა, რომ მივდიოდი ხოლმე, აი გული მიგდებოდა, ეხლა წარმოიდგინე, ყველას პატრონი ეს იყო და თვითონ გახდა საპატრონო. გული მიწოხდა რომ მივდიოდი. იქ თქვათ ვიღაცას უნდა წოლის მოყვანა, გათხოვება უნდა, წლები მიდის, ეს პრობლემა არ გვარდება. ხშირად შენი ადამიანური მე სხვანაირად საზღვრავს, გაიგეთ რა შეა საქმე და მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რაც ცხოვრებაში ხდება. ერთ-ერთი აი ძალიან როგორც გითხრათ, იცით რომ შთამბეჭდავი ჩემთვის სიტყვები არის აი მამა სილოვანი არის ათონელი ბერი, ცნობილი ძალიან და აი მისი შესახებ წიგნი იწყება ესეთი სიტყვებით რომ ღმერთი არის სიყვარული და როგორ ეძნელებათ ხშირად ადამიანებს რომ ამას დაეთანხმდნენ. იმიტომ რომ აი ჩვენი გარშემო ცხოვრება მთელი შემთხვევაში საწინააღმდეგოს გვიმტკიცეს, არა? თვითონ აი მაცხოვარი გვეუბნება რომ ღმერთი აი ყურადღებით უკვირდება, ზრუნველობით ფიქრობს თითოეულ არსებაზე. და თითოეულ ნიუანსს ასე ვთქვათ ითვლის ის ჩიტებზე ზრუნავს, ბალახზე ზრუნავს და მით უმეტეს ზრუნავს ადამიანზე. და როგორც მინდა წერილი გვეუბნება ჩვენ თავზე თითოეული თმაც კი დათვლილია წარმოიდგინეთ თქვენ. მაგრამ ხშირად ადამიანი რას ფიქრობს, რომ აი სად არის ეს ყურადღებითი, ისეთი მზრუნველობითი დამოკიდებულება, რა? თითოეული ჩვენთაგანი ხშირად არის დათრგუნული. აი იმ ბოროტებით, იმ სიავით, რაც გარშემო ხდება, რა? მე აი ხშირად ვამბობ, იცით, ყველაზე კარგად საერთოდ ამ ქვეყნიური ყოფის არს შიფრავს სახარება. რას გეუბნება წმინდა წერილი, ეს სოფელი ბოროტსა ზედა დგას. რამდენი სისასტიკე, რამდენი უსამართლობა და ასე შემდეგ, არა, გვინახავს ცხოვრებაში. ხშირად აი თითქოს უფალი სადღაც ზემოთ არის, აბსტრაქტული არსებაა და ის ცალკეა, ჩვენ ცალკე ვართ. თუ შეიძლება ასე ითქვას. და თერიქ შემთხვევაში აი ვეძებთ არა უფალს რომ უთხრათ რატომ მომეცი მე ეს ცხოვრება რატომ გამაჩინე რატომ იმალები ჩემთან მე ვიცი რომ შენ კეთილი ხარ მე ვიცი რომ შენ მოწყალე ხარ და რატო ხარ ასეთი თითქოს გულსივი ჩემი ასე ვთქვათ ტანჯვის მიმართ. ახლა ეს ისეთი განცდებია, ფიქრებია, რომ ეს ბრძოლები ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს. აქ შეიძლება ესეთი რამ ითქვას, რომ აი დასაწყისში მაგალითად, როცა მოდიხარ ეკლესიაში, არის ეტაპი, როდესაც ძალიან კარგად გრძნობ უფლის შეწევნას. პატარა რაღაცაზე უკვე გეხმარება. შენ ლოცვას ძალა აქვს, აი სხვანაირი ინტერესია ამ ცხოვრებისადმი სულიერი. და მერე დგება ნაცრისფერი ეტაპი, როდესაც უფლის სიახლოვე იმდენად ვეღარ გრძნობ, როდესაც თითქოს მიტოვებული ხარ. თითქოს უფალი ზემოდან გიყურებს და ვერ გრძნობ მის სიახლოვეს. ეს ცალკე სალაპარაკო თემაა, ეს არის სულიერი განვითარების ეტაპები, მე ესე ვიტყოდი. აქ ერთ-ერთი სასულიერო პირი წერს, როგორც აი მაგალითად ბავშვი, თოთო ბავშვია გიჭირავს, ხო, მერე გაუშვებს, ხო, დედა რომ სიარული ისწავლოს. აი ასე უშვებს ადამიანს უფალი და თითქოს გარედან
უყურებს. ისეთი შეგრძნება აღარ არის უფალთან სიახლოვის, მისი დახმარების და ასე შემდეგ და ეს ყველამ უნდა გაიაროს ეს ეტაპი. მე ესე ვიტყოდი და აი ეს ეტაპი იქნება თუ სხვა ეტაპი ადამიანი ისეა მოწყობილო რომ ადრე თუ გვიან მაინც საქმეს ურჩევს უფალს. მე ესე ვიტყოდი. და წინააღმდეგობაში მოდის კიდევ მეორებ მის ნებასთან. ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა, მაგრამ აი რაც გითხარით, აი ეს დამოკიდებულება ადამიანურ ნებასა და ღვთაებრივ ნებას შორის წინააღმდეგობრივია და ეს საკმარისად დიდი პრობლემების მომტანი არის ჩვენ სულიერ ცხოვრებაში. და ამას ძალიან კარგად რეალისტურად უნდა გაანალიზება, იმიტომ რომ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დადგება ეს. რა თქმა უნდა, ის რაც ხდება, ის არის ჩვენთვის სასარგებლო და რა ის რაც ჩვენ გვინდა, მე ესე ვიტყოდი. მაგრამ კიდევ მეორებ, ხშირად ჩვენი ადამიანური მე რაღაცნაირად ბობოქრობს და ეწინააღმდება ღვთის დაშვებას, ღვთის ნებას, მე ესე ვიტყოდი. როდესაც უკვე სულიერად მწიფდება ადამიანი არა, იქ როგორ გითხრათ, იცით, მაინც რაც არ უნდა მძიმე მწარე იყოს შენთვის რეალობა არა, იღებ. არის ესეთი ნიუანსი, საინტერესო, იცით, როდესაც სულიერ ცხოვრებაში შედიხარ, იქ მაგალითად თხოვნითი ლოცვა უფრო ნაკლებად ფიგურირებს, ვინც აი ამ კუთხით წარემატება. რატო ფიგურირებს? იმიტომ რომ რო თხოვ უფალს, მე ესე ვიტყოდი არა, აი ამ შემთხვევაში თხოვ, მაგრამ შენ არ იცი ეს შენთვის რამდენად სასიკეთო იქნება. მაგალითად, ჩემ ცხოვრებაში ხშირად ყოფილა, მithოვია უფლისთვის, ფეხები მიბაკუნებია ეს ყველაფერი არ გამოსულა. მერე უკვე მადლობა მithქვამს უფლისთვის, იმიტომ რომ მივხვდარ რომ ეს რო გამოსულიყო, ჩემთვის საზიანო იქნებოდა. ამიტომაც ქრისტიანული მიდგომა რა არის, ისეთი სწორი. დაიყოს ნება შენი უფალო, მე გთხოვ ამას, მაგრამ მე არ ვიცი ეს ჩემთვის რამდენად სასიკეთოდ მოიმართება. როგორც შენი ნება იქნება, აი ისე მოხდეს, ასე ვთქვათ, ყველაფერი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ კიდევ მეორებ, აი ეს ადამიანური ნება და ღვთაებრივი ნება ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს და სანამ ასე ვთქვათ, მიენდობი უფალს, სანამ ასე ვთქვათ, გაითავისებ იმას, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს შენთვის, ყველაფერი ჩვენ და სასიკეთოდ იშვება, არა, მანამდე 9 მალილი უნდა შეჭამო და კიდევ მეორებ მრავალი წუთები იქნება, როდესაც ალბათ წუთები იქნება, როცა გარკვეული კუთხით უფლის დაშვება შენ არ დაეთანხმები. ეხლა ერთი რამ კიდე მინდა რომ აღვნიშნო, რა, რომ პირადად მე ყოველთვის მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ძალიან კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ზემოთ სურთ, რომ ჩვენ შევიგრძნობთ ის, რომ რამდენად არის ჩვენზე საკუთარი ცხოვრების წარმართვა დამოკიდებული. თითოეული ადამიანი არის საკუთარი ბედის ჭედელი, მე ესე ვიტყოდი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კერძოდ აი რა იგულისხმება? იგულისხმება ის, რომ თქვათ ალკოჰოლი კი ან წამალ დამოკიდებულია რა. წარმოიდგინეთ თქვენ ახლა ხო თვითონ ჭედავს არა საკუთარ ბედს. არ შეიძლება მისთვის დალევა სვამ ბოლოს თქვენიცი ციროზი, არა? თვითონ გამოჭედა, ხო? ეხლა რო აიღო თქვათ ესეთი შემთხვევა მეზობლის კარები ღია შეხვიდე გაქურდა. ბედის წერას ხო არ დააბრალებ, არა? სასაცილო ჩათვლი ამ ყველაფერს. ან გამოცდისთვის უნდა მოემზადო და არის სწავლა. რა, აქაც რა იტყვი, რომ ესე მეწერაო? რა თქმა უნდა, სისულელეა რა ეს ყველაფერი. ასე რომ ზემოთ აი ზემოდან გვაგრძნობინებენ, რომ აი რამდენად არის ბევრი რამ ჩვენზე დამოკიდებული. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ საკუთარი ბედის მჭედლები ჩვენც ვართ. მაგრამ ეხლა მე ხანდახან მეკითხებიან, იცით, ესეთ რაღაცას, რომ
სულ ადამიანზეა დამოკიდებული მის მარიფატზე, მის შრომის მოყოლებაზე, მონდომებაზე თუ არის რაღაცა წინასწარ განსაზღვრული. ჩემი აზრით არის რაღაც, რაც არის წინასწარ განსაზღვრული. ეხლა როგორ არ არის წინასწარ განსაზღვრული დავიბადეთ საქართველოში მართლმადიდებლურ ქვეყანაში, ვიღაცა იბადება თქვათ კუვეიტში, ვიღაცა იბადება სადღაც აფრიკის წარმართულ ტომში. ვიღაცა იბადება თქვათ მათემატიკური ნიჭით, იქ დაიბადა მოცარტი საოცარი ასე ვთქვათ მუსიკალური ტალანტით, არა? მეც აი შეგრძნება მაქვს, რომ აი ვიღაცას უკვე უფალი დაადებს ნიშანს და ის უკვე არის დაბადებიდანვე მისი მსახური. აი რომ მოდიან ხოლმე იცით ოჯახურ ცხოვრებაში, ხშირად რა შეიმჩნევა რა. ესეც გარკვეული სათქი ვარ ეკლესიური ადამიანი ამბობს რომ მე დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ დედა ჩემი, მამა ჩემი, ჩემი ძმები, დები ვერ მოვიყვანე. აი სულ შეგრძნება მაქვს რომ ადამიანს ღმერთმა ნიშანი დაადო. აი რო კითხო ბერები, მონაზვნები, იცით, აი სულ მიჩნდება ხოლმე კითხვა, აი ახალგაზრდა ბერი, მონაზონი და ვეკითხები, რატომ წახვედი მონასტერში? იმიტომ რომ ახალგაზრდა 19-18 წლის თქვათ და მაშინ როცა ადამიანი მიისწრაფის რომ იქ გაერთოს, იქ კარიერა გაიკეთოს, იქ იმოგზაუროს სხვადასხვა ქვეყნებში და ასე შემდეგ უცებ ტოვებს ამ ყველაფერს და მიდის მონასტერში. სადღაც თითქოს ჩვენი ერთი შეხედვით ერთმანოვან ცხოვრებას მიუძღვნის თავს, არა? ჩემთვის ყოველთვის საოცრებაა ეს, მაგრამ მე მეუბნებიან რომ აი რამდენისგან მომისმენია რომ ერში ვეღარ ძლებდიო რა. იქაური ცხოვრება მიზიდავდაო. და ამიტომაც წავედიო, იონე მასლოვი იყო ესეთი რუსი ბერი, მას რო კითხეს ასეთი ახალგაზრდა წავიდა, რატო აღიკვეცე ბერატო, ეუბნება რომ ეს შენზე არ არის დამოკიდებული ისეთი ძალა გეწევაო, რომ ვეღარ უძლებო და მერბიხარ მონასტერში, წარმოიდგინეთ თქვენ. ანუ რა მინდა მე ვთქვა რომ დაადო უკვე ნიშანი და განისაზღვრა ამის ბედი. წმინდა ნიკოლოზის ცხოვრება რომ თქვათ ავიღოთ ჩვენ არა, უკვე ჩვილ ასაკშიაც ეთყობოდა რომ უფლის დიდი მსახური გახდებოდა. რომ ნათლავდნენ ემბაში იდგა წარმოიდგინეთ ჩვილი ბავშვი მარხულობდა უკვე, აი მაგალითად ოთხშაბათს პარასკევს მარტო საღამოობით იხმებდა დედის რძეს. უკვე ჩანდა რა მანათობელი ასე ვთქვათ მოვლენებოდა სამყაროს. ასე რომ ჩემი აზრით არის რაღაცა, რაც არის წინასწარ უკვე განსაზღვრული, მაგრამ არის რაღაც, რაც როგორ გითხრათ, არის ადამიანზე დამოკიდებული. ადრე იყო გავრცელებული რომ აი ბედის წერას ვერ წაუხვალ. როგორ ვერ წაუხვალ, ძალიან კარგად წაუხვალ, მე ესე ვიტყოდი. ადამიანი ტრაგიკულად აღესრულა ავარიაში. აი მე სულ ესეთი შეგრძნება მაქვს, იცით რომ აი აღესრულა, ნუ ესეთი ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, მაგრამ როცა რაღაც ტრაგიკული შემთხვევა არის, ხშირ შემთხვევაში მანამდე უფალი აფრთხილებს. აი მაგალითად ავარია, ხო? ვიღაცა ნასვამი დაჯდა საჭესთან. ჯერ გააფრთხილა პატარაზე წაკრა მანქანა. მერე უფრო სერიოზული ავარია მოვიდა და მერე შეიძლება კაცი მოკლას და თვითონ დაიღუპოს. აი რამდენჯერ ყოფილა იცი, როცა ტრაგიკულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, არის სულ აი ამ ხას ხედავ მე და ვამჩნევ. მინიშნებებს. რამდენჯერ გააფრთხილა უფალმა, მაგრამ ერთ ყურში შეუშვა, მეორედან გამოუშვა, წარმოუდგინეთ თქვენ. ასე რომ აი ეს მომენტი არის, ანუ თვითონ გამოჭედა ადამიანმა თავის ბედი. ალკოჰოლიკი ვახსენებ, ხო? ერთხელ გააფრთხილეს, ორჯერ, სამჯერ, ნარკომანი. ერთხელ გაიპარა, ზედოზირება მოუვიდა რა. მაინც ყურადღება არ მიაქცია, მეორედ, მესამედ უკვე მოდის ან ციხე, ან სიკვდილი. ასე რომ სულ შეიმჩნევა ეს. ის თუ ჩვენზე რამდენი რამ არის დამოკიდებული და ამასთან დაკავშირებით ხო მანამდე ვიტყვი რომ იყო კაცობრიობის ისტორიაში ესეთი
მოძღვრებებიც კი იყო, რომელიც აი ფატალის გუნდრუქს უკმავდა. მაგალითად ესეთი კალვინი იყო, ესეთი მისტიკოსი ამბობდა, რომ ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული. მაგალითად რა მოხდება ცხოვრებაში და ისიც რომ ადამიანი ჯოჯოხეთში მოხდება თუ სამოთხეში. აი იმდენად შორს წავიდა. წარმოიდგინეთ თქვენ, მაგრამ კიდევ მეორე, აი ჩვენი ცხოვრებაზე დაკვირვება სულ სხვა რაღაცას მიუთითებს. ამასთან დაკავშირებით მე მინდა მაინც წმინდა იონე ოქროპირის სიტყვები მოვიყვანო. აი ბედის წერასთან დაკავშირებით. ის ამბობს, რომ თუ კარგს და ცუდს ბედი აყალიბებს, რატო არ იგებდა აძლევს რჩევებს ბავშვებს? ყველაფერი ხომ მოსარგებლო და ამაოა. თუ კი ბედი აქცევს კაცს ღარიბად და მდიდრად, ნუ გზავნი შვილს სასწავლებლად, ნუ აძლევ ფულს, ნუ ცდილობ, გამდიდრდა საქმე მიანდე ბედს, მაგრამ ამას ვერ ბედავ. რატო სჯი თუ კი ცუდი, იმიტომაა რომ ასია შექმნილი, ცოდვა ხომ მისგან არ მოდის, არამედ ბედისგანაა, რომელმაც უბიძგა მას. რატომ აქებ ადამიანს სიკარგისთვის? ეს ხომ მისი საქმეება არა, ბედის წერისაა. აბა რისთვის ვაქებთ ვინმეს, ვისთვის ვკითხავთ, რისთვის სხევლით, ხედავ რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა. ეხლა არის ერთი დიდი წინააღმდეგობა, არის საკითხები, რომელსაც ჩვენ ვერანაირად ვერ ახსნით. კერძოდ არის ესეთი განსაზღვრება, რომ უფალმა იცის ადამიანის აწყო, წარსული და მომავალი. შეიძლება უფალმა რა იცოდეს, თითქოს ყველაფერი განსაზღვრულია, მაგრამ მეორეს მხრივ, აი რაც ვისაუბრო მე, სულ მითითებები მოდის ზემოდან, რომ გავიგოთ, რომ ჩვენზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და ჩვენი ცხოვრებაც ამას ძალიან კარგად გვიჩვენებს. რა მაგალითებიც მოვიყვანე. გამოსდა გაქვს ჩასაბარებელი, არ ისწავლე, ბედის წერას ვერ დააბრალებ, ხო? შენზე არის ეს. ვნებითი გახელება არის, ხშირად ფიქრობ და გრძნობ, რომ შენზეა დამოკიდებული ამ ვნებას გაახელებ თუ არა. მაგრამ მეორეს მხრივ წარმოიდგინეთ, უფალმა იცის ადამიანის აწყო, წარსული და მომავალი. მიდი ესა და შეათანხმე ერთმანეთთან. ახლა მე რომ მიწევს ხოლმე სტუდენტებთან აი ურთიერთობა, ვეუბნები, აბა როგორ შეათანხმებ და ზოგჯერ რაღაცნაირად ცოტა ვაწვალებ ხოლმე. მაინტერესებს მათი პასუხი. ბოლოს რაღაც გარკვეული ფიქრის შემდეგ ვეუბნებია, რომ ავიც ვერ ვათანხმებ. ესეა ადამიანის გონება მოწყობილი, რომ რაღაცეებს რამდენიც არ უნდა ვიფიქრო, ვერ შეათანხმებ, მაგრამ უნდა დაუშვა ისე როგორც არის, რამე ესე ვიტყოდი. აი ეს არის ძალიან მე ესე ვიტყოდი მნიშვნელოვანი მომენტი. და კიდევ ღვთისნების შესახებ არ მინდა რომ ზედმეტად გადაგღალოთ, იმიტომ რომ ალბათ ჯობია თუ რაიმე კითხვები გაქვთ, კითხვებზე უპასუხო. ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემაა. უბრალოდ რასთან დაკავშირებით მინდა კიდე ვისაუბრო. იმასთან დაკავშირებით, რაც ასევე ძალიან ძნელი გასაგებია ჩვენთვის. კერძოდ, რა? ყველა ვიცით არა, ადემის დაცემა. როგორი იქნა გამოდევნილი 64-დან. რომ იყო ბოროტის და კეთილის ხე და სიცოცხლის ხე და აუგზალა უფალმა, რომ შეეჭამა ამ ხისგან. ნაყოფი. მაინც იურჩა. ხო თითოეულ ჩვენთანგანს უფიქრია, რომ რა უფალმა რა ვერ განჭვრიტა, რომ თქვათ ადამი დაეცემოდა. რა იმ მომენტში, როცა მიეპარა გველი ევას, ეთქვა, რომ გაცდუნებს. ან ადამ მის შემდგომ ასე ვთქვათ, ევას ზემოქმედების ქვეშ რომ მოექცა რა. რატომ არ მოხდა ეს ყველაფერი და იმის შემდეგ იტანჯება ხო მთელი კაცობრიობა. ესეთი კითხვებია, ფიქრებია, რომელიც ყველას მოსდის რა, მე ესე ვიტყოდი თავში. რამდენიც არ უნდა ვიფიქროთ ამ თემაზე, არა, მაინც ახლა ბოლომდე ჩვენთვის ეს გარკვეული არ იქნება და შეიძლება დამაჯერებელი არ იყოს და მისაღები, მაგრამ მაინც აი ეს ფაქტი უკავშირდება ადამიანის თავისუფალ ნებას. წარმოიდგინეთ თქვენ. კერძოდ, აი რა თვალსაზრისით. ამასთან დაკავშირებით აი მე მინდა
იოანე კრონშტადტელის სიტყვები მოვიყვანო. რატომ დაუშვა უფალმა ეს? ის მაგალითად რას ამბობს, იცით, რომ თუ დაცემის ნებას ართმევდა, მაშინ საჭირო აღარ იქნებოდა მისი შეგმნა ღვთის ხატად და მსგავსად. მისთვის ზედმეტი გახდებოდა ღვთის ხატის განუშავებელი თვისება თავისუფალი ნება. ასეთი ადამიანი დაემორჩებოდა აუცილებლობის კანონს. ისევე როგორც უსულო ქმნილებები, მზე, ვარსკვლავები, დედამიწა, ყოველგვარი სტიქია და უტყვი ცხოველები. მაგრამ მაშინ ხომ აღარ იქნებოდა დედამიწაზე მიწიერ ქმნილებათა მეუფე. მაშინ ადამიანი ვერაფრით შეძლებდა დაემტკიცებინა შემოქმედისთვის თავის ერთგულება, თავდადება, თავგანწირული სიყვარული. მაშინ არ იქნებოდა მისთვის ბრძოლის ღვაწლი, დამსახურება და უხსნელი გვირგვინი გამარჯვებისთვის. ვეღარ ეზიარებოდა მარადიულ ნეტარებას, რომელიც ღვთისადმი ერთგულებას და თავდადებას გულისხმობს. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ, რომ რო ავიღოთ ბერი, რომელიც წავიდა იქ მარხულობს, ლოცულობს, ებრძვის საკუთარ ბნებებს, არა? საკუთარ თავზე იმარჯვებს და ესეთ ერთგულებას ამტკიცებს უფლისადმი. ამაზე გადის დიდი მოთხოვნა ზეციური კიდევ ვიმეორებ და რამდენიც არ და ვისაუბრო ამაზე. ისევ რაც გითხარით, ის რომ უფალმა დაუშვა ადამიანის დაცემა არის თავისუფალ ნებასთან დაკავშირებული. რომ არ განსაზღვრა ისე, როგორც არის განსაზღვრული, თქვათ იქ ვარდი ამოდის, ეკლეპსის ხავს, ერთი ცხოვრება აქვს, ხო, ერთფეროვანი, ხო? იქ ძაღლი, ეხლა რაზეა ლაპარაკი? რა ერთგულებაზეა ლაპარაკი უფლისადმი და ასე შემდეგ. ხო, იქ დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო. ყველაფერი არის განსაზღვრული. ადამიანთან მიმართებით უფალმა ეს არ დაუშვა. რა თქმა უნდა იცოდა მისი დაცემის შესაძლებლობა და ასე შემდეგ, მაგრამ დაუტოვა თავისუფალი ნება, არჩევნის უფლება. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო ამ თემაზე, კიდევ ვიმეორებ, რა, მაინც კითხვის ნიშნები დარჩება და ჩვენი გონება არის უძლური, რომ ამ თემას ბოლომდე ჩავწდეთ. უბრალოდ ეკლესიური კუთხით ახსნა მაინც არის ამ თვალსაზრისით, ამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედიის ადამიანური ცხოვრების და ყოფის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, მადლობთ რომ მისმენდით. მისაღები და სატარებელია. რამდენიც არ უნდა ახსნათ ახლა თქვენ. კი. ხო, მართალია რა. ყველა შემთხვევაში იქამდე მივიდივართ, რომ უბრალოდ დუმარეთ მივიღოთ და დუმარეთ ვატაროთ, იმიტომ რომ ამას ვერ ეგრე მაინც ნების თავისუფალი ნების ასპარეზზე კი მისცა უფალმა ისიც რომ შემდეგ ცხოვრებაში მას და მის შთამომავლებს გამოსთხოვდა, მაგრამ მაინც ეს ის ხო არ არის, როგორც თქვენც აგერ ამ წუთას ამბობთ. მაინც უნდა ასე ვთქვათ, კარგი გაგებით ბრმად მივიღოთ და ვატაროთ, ხო, ეს ურთულესი თემა. კი, რა თქმა უნდა. უნდა ესე ვატაროთ. კი. თუ არ დავახარდავთ იმას, რომ გავაცნობიერებთ. ადამიანმა დაკარგეს ხო სამართალი. ერე გააცნობიერეს და დაკარგეს და კაცობრიობის მოთმაც ისეა, ხო, როცა ვკარგავთ, მადლი როდესაც გვაქვს, ვერ მოხდეთ ზმანარებლებად, როცა ვკარგავთ და უსუსურები ვხდეთ. მე რა ვაცნობიერებთ ეს მადლი. და ვიბრძვით მადლის მოსაპოვებლად, ხო? კი. და ესეთ უფალმა იმიტომ დაუშვა კაცობრიობის დაცემა, რომ ჩვენ გზა გვიპოვა ოფისკენ, ისე ვერ ვიპოვოთ. ჩავთვლიდით, რომ ეს ნორმალურია რა მდგომარეობაში ვარ. თუ არ დავიცემოთ ის და თუ არ დავკარგავთ იმას. კი, ესეც საინტერესო ნიუანსია, ხა წინა ლექციებზე ვთქვი, რომ ჩვენი ცხოვრება როგორ არის მოწყობილი, რომ არ არის ცუდი კარგის გარეშე, როცა
შუქი ქრება, მე აფისებ შუქს. როცა წყალი არ არის, მე ხვდები რამხელა წყალობაა. როცა ჯანმრთელობა გერყევა, თქვათ, იქ ფეხი ტკივა და ვერ მოძრაობ, შენთვის შეულებრივია რა, სიარული ფეხით, მაგრამ ხვდები რა, ის რაც შეულებრივია, თურმე რამხელა წყალობა აუფლის. ასე რომ, რა თქმა უნდა, როცა კარგავ, აქ დიდი აზრია ჩადებული და აქაც რა თქმა უნდა სასიამოვნო არ არის, მაგრამ ყველაფერი ჩვენ და სასიკეთოდ იმართება. ასე რომ ამ მიმართულებითაც შეიძლება რა თქმა უნდა გონება წავიდეს. აი ბოლომდე მაგერიაში ნერჩუნო, რომ რასაც კარგავ, რომ მიხვდე და ამ განკითხვაში და გმობაში არ გადავ. აი ბოლომდე შეიძლება ვფიქრობ, ეს ყველაზე დიდი უღალატია ალბათ. კი, ესეც. კი, რა თქმა უნდა. აი მე კითხვები ხო არა გაქვთ, ხა ზოგჯერ რომ სვავ ხოლმე ამ კითხვას არა, რაღაცა პერიოდია საჭირო, რომ ადაპტირება მოახდინონ და კითხვები წამოვიდეს და შეიძლება რამდენიმე წუთი უბრალოდ გავირინდოთ, რომ კი ბატონო, რა თქმა უნდა. მე ნახე შეპრობილებ. დიახ. ვფიქრობთ, რომ სულით ავაწყობობა ყველა არა. ადრე ჩვენ უნდა განვასხვაოთ ფსიქიური აშლილობა და სულით ავადმყოფობა. ადრე მაგალითად რუსეთში ძალიან მარტივი ხერხი იყო გაგების ფსიქიური აშლილობის ავადმყოფია თუ შეპყრობილი. დადგანდნენ ხოლმე ჭიქას. რამდენიმე, სადაც იყო ჩვეულებრივი წყალი და ნაკურთხი წყალი. აი ნაკურთხი წყალთან ვერ მიდიოდა შეპყრობილი. საერთოდ ერთ-ერთი ტესტი აი გასაგები შეპყრობილობის მდგომარეობა თუ ფსიქიური აშლილობა არის ეს, რომ სიწმინდესთან მიმართებით ეწყებათ ხოლმე იმათ ბრძოლები განსაკუთრებით, გაიგეთ რა შეესაბამება. ასე რომ აქ უნდა განვასხვაოთ ჩვენ თუ არის აი ესეთი სულიერი აშლილობა, იქ მაგალითად წამალი ვერაფერს ვერ უზამს. ეგეთ რა შეესაბამება. იქ არის საჭირო კვეთებული, მარტო კვეთებული არა. ზოგს პრიმიტიულად აყავს კვეთებულაზე. აი შეპყრობილებთან, ხო, ეს არის სხვა განზომილება. იქ არის საჭირო აღსარება, უნდა თვითონ გააცნობიეროს, რატო დაუშვა უფალმა ეს კვეთებულის ლოცვა და აი ფსიქიური აშლილობის შემთხვევაში იქ აუცილებელია უკვე ფსიქიატრის ჩარევა. რა პირადად მე რამდენჯერ მადლობა მithქვა სუფლისთვის, რომ ფსიქიატრია არსებობს. გაიგეთ რა შეესაბამება. მაგრამ ერთ რამეს მაინც დავამატებ, ალბათ ერთ ლექციას ამას მიუძღვნი ამ თემას უფრო ფართოდ გავშლი მერე, რომ ბევრი ფსიქიური აშლილობის მიღმა ისევ ბოროტი ძალა იმალება, გაიგეთ რა შეესაბამება. ეხლა როდესაც დიდი აგრესია მოდის ფსიქიური აშლილობის მქონე ადამიანი ახლობელს კლავს, მოდის იწევს შენსკენ, რაღაც საშინელებას აკეთებს, არა იქ ფსიქიური აშლილობა, იქ შეიძლება შიზოფრენია, რაღაცა სხვა დაავადება, მაგრამ იმის მიღმა კიდე ბოროტი ძალაც იმალება, გაიგეთ რა შეესაბამება. რაც გითხარით, არ მოდის ბოროტის არელ ადგილას, მოდის ჩვენი სისუსტეებით და ამას ძალიან კარგად იყენებს. ასე რომ, აი ბევრი ნიუანსია, მაგრამ არის ცალკე გამოსაყოფი უკვე ცევითი აშლილობა, რომელიც პირდაპირ უკავშირდება აი ამ სულიერ მომენტს, კერძოდ ბოროტი ძალის ზემოქმედებას ადამიანს. კი ბატონო. ვერანებებ თავს და უფლით დაშვებით ხდებოდეს ფსიქიკური აშლილობა, არ იყო შეპყრობილობა, უბრალოდ იყო ფსიქიკური აშლილობა, ну რაღაც, აგრეთვე თვითონ დეპრესია და ასე შემდეგ, ხო? ხო შეიძლება ეს იცოდეს. კი, როგორ არ შეიძლება. და ამ უფლით დაშვებით ხდებოდეს, რომ ფსიქიკის გაქრა ჩამოხდეს, რომ ოღონდ იმ ცოდვას შეეშლას და რა თქმა უნდა, საერთოდ რა არის, იცით? აი ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემა არის, რომ რატო უშვებს უფალი ფსიქიურ აშლილობებს. ერთ შემთხვევაში ამიტომაც უშვებს, რომ ის რომ ფსიქიკურად ჯანმრთელი იყოს, არა, ცოდვაში ჩავარდებოდა. ამიტომაც აი ამ მიმართულებით გაუშვა ადამიანის გონება. ანუ ეს მომენტი არის ერთ-ერთი გამოსაყოფი. იგივე ხა მარტო ფსიქიურ აშლილობას კი არა, როცა ზოგადად ავადმყოფობაზე ლაპარაკი,
ერთ-ერთი რა არის რომ ჯანმრთელი რო იყოს ვნებებს მისლებდა მისცემდა გაქონების საშუალებას და რო დასუსტდა უკვე და სნეულებამ აღარ მისცა ამის უფლება. ის კი არა ეს ძალიან რთული საკითხია, მაგრამ ეკლესიური მიდგომა რა არის პატარა ბავშვი რომ მიდის, რომ უფალი ხედავს მის მომავალს, რომ ის ძალიან დაინძიმებს ცოდვებით თავს. და ამიტომაც უშვებს რომ წავიდეს პატარა ბავშვი ამ ქვეყნიდან გავიდეს. ერთ-ერთი ესეთი მაგალითი მახსოვს მე რილევი იყო ესეთი დეკაპრისტი. თქვენ გახსოვთ ახლა ძველი თაობის ხალხმა იცის ეს ისტორია ასე ვთქვათ. რუსეთის საბჭოთა კავშირის და ასე შემდეგ. ნუ ახალმა თაობამ შეიძლება არ იცოდეს. მოკლედ ეს რილევი იყო დეკაპრისტი, აჯანყებაში მონაწილეობდა, ხო და აჯანყებაში მონაწილეობდა მეფის წინააღმდეგ რუსეთში და მერე ჩამოახჩეს, როგორც მე ვიცი. ხო და ესე ცნობილი სიზმარი იყო დედამისის, რომ 3-4 წლის ბავშვი ეს გახდა ავად. ნუ მაშინ ახლა თქვენ იცით როგორი დაბალი იყო სამედიცინო მომსახურება, სადღაც მე-19 საუკუნეა და ნუ უცებ ჯანმრთელი ბავშვი უცებ არის გადაგებული და დედის განცდები წარმოიდგინეთ თქვენ. როგორია რომ თხოვს უფალს ეხვეწება ევედრება და უცებ დაეძინა და ხედავს სიზმარს და რაღაც ხმა ეუბნება რომ ნუ მთხოვო შენი შვილის გადარჩენას, იმიტომ რომ შენ არ იციო მე ის რა გზას გაივლისო და აჩვენებს მის შემდგომ ცხოვრებას კერძოდ აჩვენებს მე უკვე სკოლაში როგორ შედის, როგორ სწავლობს გიმნაზიაში, მე ინსტიტუტში რო აბარებს, მე ინსტიტუტში ხედავს იქ ბევრი ხალხია შეკრებილი მიდის, კამათი, საქმის გარჩევა და ასე შემდეგ. ანუ უკვე ისეთ რევოლუციურ წრეში არის უკვე ეს ჩაბმული და ეს ხმა ეუბნება რომ ახლა შეგიძლიაო კიდეო რომ გაჩერდეო დედამის ეუბნება და ნუ არ თხოვო მისი გადარჩენაო. მერე უკვე გვიან იქნებაო და დედამისი მაინც თხოვს, არა, მინდა რომ გადარჩესო და ბოლოს შედის ოთახში, სადაც არის სამსჯობელა და ამის ბოლო არის, ასე ვთქვათ, უკვე რილევის ნაჩვენები და აი ამ სიზმრის შემდეგ დედამისი მაინც თხოვს რომ გადარჩეს და გამოიღვიძება და ეს ბავშვი რომელიც იყო გადაგებული არის უკვე ჯანმრთელი, წარმოიდგინეთ თქვენ. ეს ლოყები უკვე აქვს გავარდისფრებული და გადარჩა, მაგრამ ისე წარიმართა მისი ცხოვრება, როგორც აი ამ სიზმარში იყო ნაჩვენები. ეხლა სიზმარი ეს კიდე ცალკე სალაპარაკო თემა, მილიარდობით სიზმარი ინახება დედამიწაზე და ძალიან ბევრი დიდი უმრავლესობა მას არანაირი აზრი არ აქვს. ეს არის ჩვენი ემოციების, ვნებების, განცდების გამოხატულება, მაგრამ არის განსაკუთრებული სიზმრები. ამიტომაც ეხლა ეკლესია გამოყოფს განსაკუთრებულ სიზმრებს. აი ეს ისეთი სიზმარია, სადაც ნაჩვენები იქნა დედისთვის, როგორ გაიმრუდებდა შვილი შემდგომში ცხოვრებისეულ გზას. ასე რომ რაც ხდება ჩვენთვის უსიამოვნოა, მაგრამ აქ დიდი აზრი არის ჩადებული. და ესე ვიტყოდი. აი ხართ.